თანამდებობები დატოვეს სასჯელ აღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა. მერაბ სკრიალაშვილი და ირაკლი მირცხულავა იურიდიული დახმარების თბილისის ბიუროში მუშაობდნენ. უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ წამების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ მორალური და სამართლებრივი უფლება არ ჰქონდათ, რომ სისტემაში დარჩენილიყვნენ. ანალოგიური მიზეზით განცხადების დაწერას გეგმავს ამავე ბიუროს კიდევ ერთი თანამშრომელი აკაკი გეწაძე. ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად ჩემთვის და ვგმობ ნებისმიერი ფორმით ამის გამოხატულებას, რის გამოც მე უნებრივია სხვა გზა არ დამჩენია გარდა იმისა, რომ წამოსულიყავი სამსახურიდან და დამდგარიყავი იქ, სადაც დგას მთელი სამოქალაქო საზოგადოება და გამოვხატავ საკუთარ პროტესტს წამების ფაქტის მიმართ. იმდენად შემზარავი იყო ჩემთვის და იმდენად ძიმე იყო, რომ მის გაცნობიერების შემდეგ რომ მე შევდიოდი თქვა ამ სამინისტროს შემადგენლობაში, სადაც გვერდით დეპარტამენტში ხდება მსგავსი რაღაც ვანდალიზმის ფაქტები და მე კიდე ამას მეყოლება ადამიანს სასვათა მათ ასე თუმცა შესაბამისად მე ადეკვატურად მივიღე რადიკალური გადაწყვეტილება.